დაჩ დავალებას წერები. არა, ამჯერად მე კი არ ვწერ ხელოვნური ინტელექტი მიწერს. რა AI გიწევს დავალებას? ხო, ნახე 10 წამში მიწერს მთელ ესეს. დილამშვიდობა ბიჭო. დამშვიდობა. ალექსანდრე. მე ვცადე გუშინ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. ყველაფერი გამართლა, მაგრამ რაღაც თუ ემოციურ ტექსტს დამიწერა. თან ქართულის არ იყო გამართული. აი ხო ზუსტად ეგაა ეს მთავარი რომ შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა ძალიან სწრაფად დაგიწეროს დავალება, მაგრამ აი იმ ემოციით ვერ წეს, რა ემოცია ადამიანებსაც გვაქვს და ქართული ენა მაგის მთავარი ენა ხო არ არის. კი, მაგრამ ეს ყველაფერი კარგია, როცა დრო არ გვაქვს, ან არ ვარ გაცნობილი საკითხებს. ანუ შეიძლება იყოს ჩვენი დამხმარე თუ სწორად გამოვიყენოთ. წარმოიდგინეთ პრეზენტაციის ხელოვნური ინტელექტი გამოწვევს შესაძლებლობა. ხელოვნური ინტელექტი გვეხმარება სწავლის გამარჯვებაში, მაგრამ თუ მას გადავაბარეთ ყველაფერს, ჩვენ გადავიჩვენოთ აზროვნებას. ამიტომ მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ იგი როგორც ინსტრუმენტი, საუკეთესო შედეგი მაშინ იქნება, როდესაც ადამიანი და ხელოვნური ინტელექტი ერთად მუშაობს. დაჩი კიდევ ხელოვნურ ინტელექტს დააწერია დავალება. არა, ბესო, ამჯერად კონკრეტული ინფორმაცია კი არ მაწოდა, მაგრამ ესეც ჩემი მოსაზრებები და დამოკიდებულებები ხომ მჭირდება.